აშშ შეუტევს გრენლანდიას, ევროპას მოუწევს ნატოს მეხუთე მუხლის გააქტიურება და აშშ-სგან თავდაცვა. არარეალურად და უცნაურად ჟღერს, თუმცა ეს შესაძლოა რეალობად იქცეს. ბოლო რამდენიმე დღეა ნატო დიდი გამოწვევისა და კრიზისის წინაშე დგას. გაურკვეველი სიტუაცია გამოიწვია ნატოს შემქმნელმა, ყველაზე დიდი კონტრიბუციის მქონე ქვეყანამ და ალიანსის წევრმა აშშ-მ, რომელიც არ გამორიცხავს გრენლანდიის სამხედრო ძალით დაკავებასაც კი. თუ კი ამ ვიდეოს უყურებ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ეს ვიდეო მოიწონო, დააკომენტარო შენი აზრი და ჩემი არხი გამოიწერო. გრენლანდია თავის მხრივ ნახევრად ავტონომიური ტერიტორია, რომელიც ეკუთვნის დანიას, ასევე ნატოს წევრ ქვეყანას. თეთრ სახლში განეხილავენ სხვადასხვა ვარიანტს გრენლანდიაზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად, მათ შორის მის ყიდვასაც კი დანიისგან ან გრენლანდიის მოსახლეობის მოსყიდვას შეეცდებიან და რეფერენდუმის ჩატარების გზით დაადასტურებენ გრენლანდიელები მათ სურვილს დარჩენ ისე როგორც არიან ან გახდნენ აშშ-ის ნაწილი. აქვე უნდა აღენიშნოს ისიც, რომ აშშ-ის აქამდეც უცდია გრენლანდიისა და ისლანდიის ყიდვაც და სხვა კუნძულების გასვლაც შეუთავაზებია 1886 წელს, თუმცა ამ საქმედან არაფერი გამოვიდა. 1917 წელს აშშ-მ აღიარა დანიის გავლენა და უფლება გრენლანდიაზე, თუმცა 1951 წელს მოახდინა მისი ოკუპაცია თავდაცვის მიზნებიდან გამომდინარე. 1946 წელს კიდევ ერთხელ მიმართა დანიას გრენლანდიის გამოსყიდვის მიზნით, თუმცა არც ამ საქმიდან გამოვიდა რამე. ერთადერთი რაც მოხერხდა იყო ის, რომ თავდაცვითი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც აშშ-ის ბაზა არის განთავსებული გრენლანდიის ტერიტორიაზე. ამ მომენტიდან 2019 წლამდე ამ საკითხზე აღარავინ საუბრობდა, თუმცა 2019 წელს ტრამპმა ხელახლა წამოწია გრენლანდიის საკითხი. მას შემდეგ, რაც დედამიწაზე კლიმატი შეიცვალა და მუდამ იცვლება, გრენლანდიისა და არქტიკის მიმართ ინტერესი იზრდება, რადგან მასზე არსებული რესურსები ყველას სურს, რა ხელში ჩაიგდოს. გარდა რესურსებისა, გრენლანდიას გეოპოლიტიკური და სტრატეგიული ადგილმდებარეობა გააჩნია. ტრამპი მუდამ იმეორებს, რომ გრენლანდიის გარშემო ძალიან ბევრი ჩინური და რუსული გემები არიან ერთადერთი მიზნით განლაგებული. საჭირო დროს საჭირო ადგილას გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯი გრენლანდიის ხელში ჩასაგდებად. ასევე აშშ ფიქრობს და არც თუ უსაფუძვლოდ, რომ ყინულის დროებასთან ერთად გრენლანდიის გავლით იქნება ახალი კომერციული მარშრუტი, რომლის გაკონტროლებაც ნამდვილად ენდომება აშშ-ს. მსგავსი მიზნები არც თუ მთლად ფარულად ნამდვილად აქვს ჩინეთსაც და რუსეთსაც. გრენლანდიელები დიდად არ არიან მოხიბლულები ამერიკის შესაძლო მოქალაქეობით და დიდად არც დამოუკიდებლად ყოფნის სურვილს ავლენენ. გრენლანდია და დანია მტკიცედ იცავენ პოზიციას, რომ გრენლანდია არ იყიდება. ტრამპი თავის მხრივ ამბობს, რომ დანია ვერ შეძლებს გრენლანდიის დაცვას გარე მტრისგან და რომ გრენლანდიის თავდაცვაზე ერთი ნაბიჯის არ გადადგმულა მათი მხრიდან. შეშფოთებას ყველაზე მეტად ევროპელებში იწვევს ის, რომ თითე სახლი არ უარყოფს გრენლანდიის დაკავებას სამხედრო გზით. ნატოსთვის, გაეროსთვის და ყველა სხვა ევროპული ქვეყნისთვის მსგავსი ამბავი შესაძლო მოხდენა ძალიან აშინებთ და აშფოთებთ, რადგან მსგავსი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში ნატო დაიშლება და გარდა ამისა დასრულდება ყველაფერიც, რაც აქამდე ყოფილა. კონკრეტულად კი მსოფლიოში არსებობდა გარკვეული წესები, ცნობილი როგორც საერთაშორისო სამართალი, რომელსაც ნებსი თუ უნებლიეთ ქვეყნები ითვალისწინებდნენ. თუმცა ეს წესები უკვე წარსულს ჩაბარდა და დიდი და ძლიერი ქვეყნები ცდილობენ თავიანთი გავლენები, რაც შეიძლება მეტ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ეს მხოლოდ საუბარი არ არის, რადგან ამჯერად ნამდვილად დგას ალიანსის დაშლის რისკი, მისივე შექმნელის მიერ. მაგრამ უღირს კი აშშ-ის ამდენი მოკავშირის ერთდროულად დაკარგვა და საკმაოდ ძლიერი გაერთიანების დაშლა, რომელიც ევროპას მის უპირობო მოკავშირედ აქცევდა. როგორც ჩანს, რისკავს, რადგან ხვდება, რომ ამერიკის იქით ევროპას გზა არ აქვს, ან ამ ეტაპზე არ აქვს. ამიტომ ტრამპი ფიქრობს, რომ აიღებს იმასაც მას უნდა, მცირე ტურბულენტობას იგრძნობს და შემდეგ კვლავ ისე იქნება ყველაფერი, როგორც აქამდე იყო. ნატო შეიქმნა 1959 წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახელით და მასში პირველ ეტაპზე 12 ქვეყანა გაერთიანდა, მათ შორის დანია და აშშ. ალიანსის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ თუკი რომელიმე წევრ ქვეყანას თავს დაესხებოდა ნატოს არაწევრი ქვეყანა, კოლექტიურად მოხდებოდა თავდაცვა. ალიანსის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ თუკი რომელიმე წევრ ქვეყანას თავს დაესხებოდა ნატოს არაწევრი ქვეყანა, კოლექტიურად მოხდებოდა თავდაცვა. ალიანსის ცნობილი მეხუთე მუხლით სწორედ ამ საკითხს ეხება. ნებისმიერი წევრ ქვეყანაზე თავდასხმა ნიშნავს ყველა წევრზე თავდასხმას. შესაბამისად, ნატოს ყველა წევრი ქვეყანა ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კოლექტიურ თავდაცვაში. დღეს ნატოს წევრთა რაოდენობა 32-ია. ბოლო მატება მოხდა 2023 და 24 წლებში, რითაც ნატოს რიგებს ფინეთი და შვედეთი შეუერთდნენ. მას შემდეგ, რაც ტრამპის ხელმძღვანელობით ამერიკამ უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარა ვენესუელაში, პრეზიდენტ მადუროს დაკავებისთანავე ითქვა, რომ გრენლანდია ჭირდებათ მათ აუცილებლად.
სწორედ ამ ფრაზის შემდეგ დაიწყო განხილვები და პროგნოზები ნატოს დაშლის შესახებ. დანიის პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ ტრამპი თუ მართლაც გადაწყვეტს გრენლანდიის ხელში ჩაგდებას ძალისმიერი გზით, დასრულდება ის წესრიგი, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდი ხანია იყო. გარდა ამისა, მსგავსი ინტერვენციის შემთხვევაში დანია ჯერ იცვლის და შემდეგ დაიწყებს კითხვების დასმას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ესკალაციის შანსი იზრდება. ნატოს დაშლის რისკი პირველად არ დადგა დღის წესრიგში. გამორჩეული მაგალითია 66 წლის მოვლენა, როდესაც საფრანგეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ტოვებდა ნატოს რიგებს და ასევე მსგავსი რისკის წინაშე ალიანსი 2003 წელს დადგა, როდესაც აშშ-მ და ნატომ ერაყის წინააღმდეგ აწარმოეს სამხედრო კამპანია. ამ სიტუაციებისგან განსხვავებით, არსებული სიტუაცია ბევრად რთული და კომპლექსურია, ვიდრე ჩამოთვლილი ორ შემთხვევაში იყო. ტრამპის ადმინისტრაცია სამხედრო ინტერვენციით ემუქრება როგორც გრენლანდიას, ისე პანამასა და კანადას. ამ ეტაპამდე ეს განცხადებები არ აღიქმებოდა სერიოზულად, თუმცა მადუროს დაკავების შემდეგ ყველაფერმა სახე იცვალა. ტრამპი მეტად თავდაჯერებული გახდა და ფაქტია, რომ მისთვის საერთაშორისო სამართალი მხოლოდ ფარატინა ფურცელია. მარკო რუბიოც ხას უსვამს, რომ როცა ტრამპი ამბობს რამეს, რისი მიღებაც მასუს, ის მიიღებს მას. ტრამპის მოქარების ფონზე ევროპა შეშინებულია. ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები საერთო განცხადებას აქვეყნებენ, რომლის თანახმადაც მხარს უჭერენ დანიას და მის უფლებას გრენლანდიაზე. ასევე გამოხატავენ შეშფოთებას ნატოს ურყევი ერთიანობის დაშლის შესაძლებლობის შესახებ და მოუწოდებენ აშშ-ს დაიცვას ყველა ის წესი და კანონი, რაც აქამდე არსებობდა. ნატოს 76 წლიანი არსებობის მანძილზე არც ერთხელ არ მომხდარა შემთხვევა, რომ ნატოს წევრებს შორის ყოფილიყო რაიმე სახის სამხედრო დაპირისპირება და ნატოში ყოფნა ნამდვილად ერთგვარი მშვიდობის გარანტიაა. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს მთავარი სიძლიერე მდგომარეობს მეხუთე მუხლში, რუსეთი ძალიან ხშირად ცდის მას, როგორც პროპაგანდის გამოყენებით, ისე დრონების მეშვეობით, რომლითაც ნატოს საჰაერო სივრცეს არ ღვევს, თუმცა ნატოს მხრიდან ჯერ რეაგირება არ გვინახავს. მსგავსი მაგალითები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ნატოს ერთიანობას და დროული მოქმედების უნარს. გარდა ამისა, ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ თუ წევრები არ გადაიხდიან და არ გაზრდიან თავიანთ თავდაცვის ბიუჯეტს, აშშ არ დაიცავს მათ. ამერიკის დაცვის ხარჯზე კარგად მცხოვრები ევროპა კი ამ ამბებით შეშფოთებულია. ნატოს ერთიანობა უკვე რამდენიმე წელია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა თეთრი სახლის ეროვნული სტრატეგია, სასახე გახდა ის, რომ აშშ აპირებს საკუთარ კონტინენტზე ხელახალი გავლენის მოპოვებას და ნაკლებად დაინტერესდება ევროპით. შესაბამისად, აშშ უყურებს მსოფლიოს საკუთარი პრიზმიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ გრენლანდიაზე მართლაც შეიძლება მოიმოქმედოს ისეთი რამ, რაც აქამდე არსებულ რეალობას სრულად დაარღვევს და შეცვლის. ტრამპის მიერ გამოვლენილი სრულები და სამყაროს გავლენის სფეროებად დაყოფა აბსოლუტურად მისაღები ფენომენია პუტინისთვისა და სინძიფინისთვის, თუმცა მიუღებელი და საშიშია ნატოს დანარჩენი წევრებისთვის. ამით აშშ მოიხსნის ვალდებულებას იყოს ევროპის დამცველი, შეამცირებს თავის ხარჯებს და სულ რესურსს გადაეცვლის საკუთარ მიზნებისთვის თავის გავლენის სფეროში. თავის მხრივ ევროპას ძალიან სჭირდება ამერიკა და მისი სამხედრო თუ ოპერატიული რესურსები. იმისთვის, რომ ევროპა დამოუკიდებელი იყოს მსგავს საკითხებშიც და საკუთარი მოთხოვნები და საჭიროებები თვითონ დააკმაყოფილოს, დაჭირდება რამდენიმე წელი, შესაძლოა 10 ან მეტი წელიც. ევროპას ორი არჩევანი აქვს: ან მოილაპარაკებს აშშ-სთან და გრენლანდიის თაობაზე შეთანხმება, ან მოუწევს წინააღმდეგობის გაწევა და ნატოს დაშლა, რომლის არსებობაც უმეტესწილად სწორედ აშშ-ზეა დამოკიდებული. თუ კი ამ ვიდეოს უყურებ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ეს ვიდეო მოიწონო, დააკომენტარო შენი აზრი და ჩემი არხი გამოიწერო.